წეროვანის ტიხრული მინაგრის სახელოსნო არასამთავრობო ორგანიზაცია უკეთესი მომავლისთვის ფარგლებში ჩამოყალიბდა. ორგანიზაცია 2002 წელს ახალგორში დაფუძნდა. მაშინ მას ახალგაზრდული ასოციაცია ახალგორი ერქვა. თუმცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ყველაფერი შეცვალეს. სწორედ მას შემდეგ, რაც აღმოჩნდით დევნილები, ამ არასამთავრობო ორგანიზაციას გაუჩნდა სურვილი წეროვნის დევნილთა დასახლებაში გაეკეთებინა ტიხრული მინაგრის სახელოსნო, რათა მოსახლეობას მატერიალურ ზიანთან ერთად მიღებული ჰქონდა ფსიქოლოგიური სტრესიც და რატომღაც ეს იქნებოდა შემოსავლის წყაროსთან ერთად ერთგვარი განტვირთვის საფუძველი. ვიღებთ ძალიან ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობას გამოფენა გაყიდვაში, როგორც რეგიონის მასშტაბით, ასევე თბილისის ფარგლებში. მასწავლებლის დახმარებით ორ თვეში მინანქარზე მუშაობა ისწავლეს. თავიდან ამ საქმეს როგორც ჰობს ისე უყურებდნენ. როდესაც დამოუკიდებლად განაგრძეს მუშაობა, ინტერესი განტვირთვა და შემოსავლის წყარო გაორმაგდა. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა. შევიტყე, რომ იქნებოდა ტიხრული მინაგრის სახელოსნო, გავიგეს ჩემი მეგობრებისგან, შევავსე ანკეტა, გავაგზავნე CV და გამიმართლა. მოვხვდი ამ სახელოსნოში. თავიდან შევისწავლეთ ტიხრული მინანქარი როგორ კეთდებოდა. დასაწყისი იყო ძალიან რთული, ვფიქრობდი რომ ვერ ვისწავლიდი ამას, ვერ გამომივიდოდა ნამუშევრები, მაგრამ ნელ-ნელა ეს ყველაფერი რთული პერიოდი გადაიზარდა სასიამოვნო პერიოდად და გავაკეთეთ კარგი ნამუშევრები. ძნელია, როცა შენ ცხოვრებაში ყველაფერი ირევა, როდესაც იზოლებული ხდები გადაადგილდე შენთვის უცხო ადგილას. თუმცა საქმეს, რომელიც ძირეულად შენია და გიყვარს, ვერც ადგილის შეცვლის შემდეგ ტოვებ. თავიდან იყო რა თქმა უნდა სიძნელეები, მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიეთ და ეხლა უკვე დამოუკიდებლად რაღაც ხატრულად ყველაფერს რაც გვეხერხება, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ლამაზი ნამუშევარი და ლამაზი ნაკეთობა გამოვიდეს. ძირითადად მოთხოვნა არის, ასე ვთქვათ, უფრო საყურებზე, ჯვრებზე, იშვიათად კულონებზე. თავიდან დამოკიდებული ვიყავი უნივერსიტეტზე, მაგრამ ეხლა გამიჩნდა რაღაც მეორე საქმე, რაზეც შემიძლია რაღაცა გადავერთო და აქაც სიახლე, იმიტომ რომ აქ ყველანაირად ვიყავი. დაუტვირთვე. ახლა კიდე რაღაც პატარა საქმე მაქვს, რაც ძალიან მომწონს. სულ მალე წეროვანში ტიხრული მინაგრის სკოლა გაიხსნება. ახლა უკვე თვითონ გაუზიარებენ სხვებს ცოდნას. წინ კი ფერადი მომავლის იმედი და წარმატების გზაა.